აქ არის პროდუქტი ორი სახით წარმოდგენილი, ეს 0.1-დან 0.3 ეს არის სიმარტივისთვის, იმიტომ რომ აქ აქვს მნიშვნელობა რამდენი ერთეული სპიკულა არის გარკვეულ პროდუქტის დოზაზე ჩაშობილი. ეს არის დასაწყისისთვის, რას ნიშნავს დასაწყისისთვის? ვისაც არ აქვს კანი მიჩვეული დაუშვათ რაღაც გარკვეულ პროცედურებისთვის, მაგ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია თამამად გავწიოთ რეკომენდაცია, რომ დაიწყოს აი ამ ასე ვთქვათ, უფრო დაბალი რაოდენობით ნემსებით და მერე უკვე როცა ჩვენ მივაჩვევთ კანს, შეიძლება მოხდეს თვე, ორ თვის შემდეგ, მერე უკვე შეგვიძლია გადავიდეთ 0.3-აზე. მაგრამ მე შემიძლია ესეთი კომბინაციაც შემოგთავაზოთ, თქვენ თუ მიაჩვიეთ კარგად თქვენი კანი და ხედავთ, რომ უკვე სიწითლე, რომელიც თავიდან შეიძლება რაღაც წამიერად გაჩნდეს თქვენ სახეზე დროთა განმავლობაში, აღარ იქნა, თქვენ შეგიძლიათ 0.3 უკვე კვირაში ერთხელ შეიყვანოთ საღამოობით, შეცვალოთ 0.1-იანი 0.3. აი ეს კომბო გვაძლევს აი იმ გაძლიერებას ამ პროდუქტის. ან დაუშვათ დაამთავრებთ ამას შეგიძლიათ გადახვიდეთ 0.3. შეგრძნების დონეზე რას ვიგრძნობთ და რა არის, თქვათ, რა არის საყურადღებო, ხო? შეიძლება ჩქრეტო ვიღაცა მიფიქროს, რომ და ოდნავი სიცითლე, რომ რაღაცა პრობლემა ხომ არ აქვს. ალბათ უნდა ვიცოდეთ ეს თანმიმდევრულად. კი ბატონო, აბსოლუტური სწორი შეკითხვაა. ეს ზუსტად ის პროდუქტია, რომელიც აუცილებლად განსაკუთრებით დასაწყისში მოგცემთ თქვენ პატარა ესეთი ჩხვლეტის შეგრძნებას, მაგრამ ეს არის ძალიან მინიმალური. შესაძლებელია სიცითლე იყოს და ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ გვინდა, რაც უნდა ამ პროდუქტმა გააკეთოს, რატო? იმიტომ რომ ჩვენ გვინდა კანის გაღიზიანება, რომ იყოს კაი შეწოვადობა და შესაბამისად მისი დასტიმულირება. ამიტომაც ეს ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი მუშაობს. ერთადერთი ვისთვისაც ალბათ არ იქნებოდა რეკომენდირებული, მე ყველა ტიპზე გავუწევდი რეკომენდაციას, გარდა მგრძნობიარე კანის. კი ბატონო, იმიტომ რომ იქ გაღიზიანება საერთოდ არ არის მისაღები. დანარჩენ ნებისმიერ ტიპზე შეგვიძლია გამოვიყენოთ, საღამოს გამოვიყენოთ, ამას ზაფხულზეც არ აქვს შეზღუდვა, ну, რა თქმა უნდა, დილაობით ამის გამოყენების შემდეგ დაგჭირდება მზის დამცავი საშუალება. კი ბატონო.